ვაგრძელებთ გადაცემას და როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკი გარკვეულწილად ითვალისწინებს იმ რეალურ სულას, რომელიც სეზონურ ინფექციას სახლავს ხოლმე თან. ეს არ არის გამონაკლისი, ეს არ არის მაინც და მაინც წლევანდელ სეზონთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორც ყოველ წელს, მაშინ როდესაც ჩვენ ტემპერატურის კლება გვაქვს, როდესაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება ხოლმე გრიპის ვირუსზე საუბარი, ჩვენ ვითვალისწინებთ აგრეთვე გრიპთან ერთად სხვა ვირუსების არსებობას, ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო გართულებას დაავადებისა და აქედან გამომდინარე იბადება ხოლმე თქვენი კითხვები. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც თქვათ დაისვა საკითხი ბრონქიტთან დაკავშირებით და მაყურებელთა ინტერესი ამ მიმართულებით რასაკვირველია. ყოველთვის არის უზენაესი და ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე დეტალურად და ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება. მას თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. დილამშვიდობისა ბატონ დავით, მობრძანდით. გილოცავთ ახალ წელს შობას, მრავალს დაესწარით და ბრძანდით. მიხარია თქვენი სტუმრობა, მით უფრო, როდესაც ამდენი კითხვა აქვს მაყურებელს და ჩვენ ვალდებულები ვართ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. თანაც თქვენი ყოველდღიური გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. ერთი მხრივ შევხედოთ, როგორი არის რეალური სურათი რა ხდება ახლა. და მეორე მხრივ დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ცოდნა შეიძლება ძალიან კარგი ინსტრუმენტი იყოს იმისათვის, რომ ბევრი პრობლემა ამბიციურად თავიდან, ან უკვე არსებული პრობლემები რაც შეიძლება მშვიდად და წყნარად მართოთ. დავიწყოთ თავიდან, როგორც ყოველთვის. როგორია სურათი? ბევრი გაქვთ მომართვიანობა იგივე ბრონქიტის გამო, ვიდრე ბრონქიტს განმარტავთ რა არის? არის უკვე ესეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ გრიპი გართულდა ბრონქიტით? ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის საკმაოდ დიდი მომართვიანობა, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემია გვაქვს პრაქტიკულად ბოლო 2-3 თვეა ჩემი პირადი პრაქტიკიდან. დაახლოებით 10 პაციენტიდან, ვინც მომართავს 7-8 პაციენტი, მოდის სწორედ იმ სიმპტომებით, რაც ახასიათებს ზოგადად ვირუსულ ინფექციას და რასაც გამოვყოფთი საკმაოდ გახანგრძლივებული მიმდინარეობით. ანუ თქვენ გულისხმობთ ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გახანგრძლივებას. კი, აი რაც ახასიათებს ვირუსს, ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, ყოველშემთხვევაში სხვა ექიმებიც ალბათ დამეთანხმებიან, ოჯახის ექიმები და პულმონოლოგები, რომ უფრო გახანგრძლივებული მიმდინარეობა აქვს და ცოტა უფრო მძიმე მიმდინარეობა. ეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში თუ ადამიანებში, ვისაც რაღაცა რისკები ქონდა. ბუნებრივია, რომ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს თანხლები დაავადებები, არა, იქ როგორც ვაღებთ ასთმა, ფქოდი და ასე შემდეგ, იმათ უფრო მძიმედ აქვს ეს დაავადება და მქონდა შემთხვევები, მქონდა კი არა, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი პაციენტის ჰოსპიტალიზაციაც დაგჭირდა. ვისაც გაურთულდა სწორედ ეს გრიპის ვირუსი პნევმონიით და სამწუხაროდ ლეტალური შემთხვევებიც ჰქონდა, ასე რომ მე ხარ მინდა დავამძიმო სურათი შევაშინოთ საზოგადოება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ან დააგვიანეს მიმართვიანობა, ან აცადეს გართულებებს, რომ საკმაოდ უსიამოვნო სტადიამდე მისულიყო და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენი ამოცანა არის მაყურებელს გავახსენოთ, რა არის ბრონქიტი. როდესაც მე მინდა ახლა ავდგე სულ რამდენიმე წამით და გამოვიყენოთ ჩვენი მულაჟი, რომელიც ახლა მართალია ნაძვისხესთან არის მიმალული, მაგრამ ძალიან კეთილ სამსახურს გაგვიწევს თუ გამოვიყენებთ ესე საჯაროდ. აქ ძალიან კარგად ჩანს მაგალითად ეს არის ფილტვები, ის რაც ლურჯად არის მაყურებლისათვის, კიდევ აქეთ გამოვწევ, უფრო ადვილად ახმადი რო იყოს. მართალია ეს არ არის იდეალურად ის რაც არის ადამიანის ორგანიზმში, სინამდვილეში ეს არის სქემა მხოლოდ, მაგრამ კარგად ჩანს ფილტვები და თუ დააკვირდებით ამ გამოსახულებას, არის თითქოს ტოტები, თითქოს ხე, რომელიც უფრო თეთრად ჩანს და ეს არის ზუსტად ის ბრონქული ხე, რომელზედაც ისაუბრებს უკვე ბატონი დავითი. ანუ, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ ბრონქებზე, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ადამიანი ჩაის უნთქავს, ანუ რეალურად
ცხვირიდან, ცხვირხახიდან, მერე ტრაქეაში მოხვდება ჰაერი, მერე ბრონქებში გადანაწილდება, ბრონქები დაიტოტება და შეიქმნება ბრონქული ხე და აი ასე გადანაწილდება საბოლოო ჯამში ჩასუნთქული ჰაერი ჩვენს სასუნთქ სისტემაში, ისე რომ ყველაფერი მერე განვითარდეს, ყველა მოვლენა აირთა ცვლა აღმოჩნდეს ალვეოლებში. ეს მარტივად, ძალიან მარტივად. ბატონო დავით, როდის ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ბრონქით და რა არის ბრონქიტი, რა დიაგნოზია ეს? დიახ, ხო, ბრონქიტიზე ბრონქების ანთებაა, რომ განმარტოთ და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი განსხვავება მწვავე ბრონქიტსა და ქრონიკულ ბრონქიტს შორის. მწვავე ბრონქიტი როგორც წესი, ყველაზე ხშირად სწორედ ემართებათ ვირუსით დაავადებულ პაციენტებს, აი როგორც ახლა ჩვენ გვაქვს ვირუსული ეპიდემიის ფაზა და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მწვავე ბრონქიტი. როგორც ვიცით, ეს ვირუსი გვაქვს A, B და C ტიპის, არა? და უპირატესად აზიანებს, A და B უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება A ვირუსი განსაკუთრებით. ამჟამად ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ყველანაირი ვირუსი. ახლა იქ ჩვენ ვიცით, რომ არის H და N ორი ასე ვთქვათ ცილოვანი კომპონენტია ყველა ვირუსს, ერთი ეს ჰემაგლუტინი, რომელთაც ემაგრება უჯრედებს, ორგანიზმის უჯრედებს და ნეირამინიდაზა, რომლითაც ესე იგი ხდება გავრცელება ამ ვირუსის. რატო ვიძახი ამას? H1, N1 ვიცით, H3, N2 და ასე. ეხლა ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად H1-იც, H3-იც, COVID-იც, ყოფილა შემთხვევა, როცა მე ჩემი პაციენტი თქვა გამიგზავნია COVID-ზე დასატესტად და აღმოჩენილა COVID-ი, თუ არ აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს, რომ არ ქონდა. ყოველ შემთხვევაში, ამის გამოა სწორედ რომ ესეთი რთული ვითარება გვაქვს. ეხლა რაც შეეხება ბრონქიტს, ძირითადად ეს ვირუსი აზიანებს ზემო სასუნთქ-გზებს. და შემდგომ უკვე, როგორც წესი, შემდგომ გადადის უკვე ტრაქეაზე და ბრონქიტზე და ამ დროს ჩვენ ვიძახით ტრაქეობრონქიტს, ანუ გამოკვეთილად ბრონქიტი კი არა გვაქვს. არამედ გვაქვს ტრაქეობრონქიტი, რომელიც საკმაოდ ესეთი კლინიკურად, საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი კლინიკა აქვს და საკმაოდ მძიმე არის პაციენტისთვის გადასატანად. ბატონო დავითი, მე ისე უნდა ავდგე, იმიტომ რომ აყურებელს კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო, იმიტომ რომ თქვენ ზუსტად იმ თემას შეეხეთ, რაც წეღან მე ძალიან უხეშად მოვხაზე. ტრაქეა, ანუ სასულეს რომ ეძახიან და ბრონქები და თქვენ ბრძანეთ ტრაქეობრონქიტი, ანუ ანთება გამოდის რომ არის ტრაქეაში და ბრონქების დასაწყისში. რითი ვლინდება ეს, რატომ არის თქვათ ადამიანისთვის შემაწუხებელი, როდესაც ანთება მიდის ტრაქეაში და ბრონქების დასაწყისში? აგესტით, აქ ზიგი ანთება თვითონ რას ნიშნავს, რომ უცხო აგენტი, რომელიც მოხვდა ჩვენს ორგანიზმში, ამ შემთხვევაში ვირუსი, ჩვენი ორგანიზმის მობილიზაცია ხდება მასთან საბრძოლველად. მთავარი, ასე ვთქვათ, ბრძოლის ველი არის ზედა სასუნთქ-გზებში და ორგანიზმის მობილიზება ხდება, მიაწოდოს მეტი სისხლი, რათა მეტი ანტისხეულები მივიდნენ, მეტი თეთრი სხეულები, ამიტომ ხდება შეშუპება, არის სისხლსავსეობა. ანუ მეტი ჯარისკაცი მივიდეს მეტი ჯარისკაცი, რა თქმა უნდა, ამის გამო არის, რომ ეს ლორწოვანი ჩვენი არის შეშუპებული, არის ტკივნეული, არის აი შეცეცლებული, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი ვრცელდება შემდგომ ზემო სასუნთქი-გზებიდან ტრაქეაზე და ბრონქებზე, როგორც წესი. და გრძელდება სადღაც 2-3 კვირა მაქსიმუმ. თვითგანკურნებადია, მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მწვავე ბრონქიტი, რაზეც ჩვენ ვაპარაკობთ, მწვავე ტრაქეობრონქი, როგორც წესი, არის ესე იგი თვითგანკურნებადი, არ ჭირდება არანაირი დამატებითი სამკურნალო და რაღაც ღონისძიებები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით აი წელს დავაკვირდით აი ამ სეზონზე, საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო, როცა ბაქტერიული ინფექციით გართულდა ეს ვირუსული ანთება. ამ შემთხვევაში, როცა უკვე ბაქტერიული ანთება, რითი ახდენთ ამის დეტექცია, ანუ რითი ვასკვნით, რომ აქ ჩვენ გვაქვს გართულება ბაქტერიული. სხვაშორის არ არის აუცილებელი და საჭირო თავიდანვე, როცა ვირუსი შეგვეყრება და გვაქვს ეს ტრაქეობრონქიტისთვის დამახასიათებელი ჩივილები, არ არის აუცილებელი თავიდანვე იგივე რენტგენის გადაღება, ან როგორც წესი 1-2 კვირა და ალაგდეს თავისით, მაგრამ
თუ ჩვენ შევატყობთ, რომ ჩვენი ნახველი არის შეფერილი, მუქი ფერის, მომწვანო, მოყვითალო, თუ ცხელება გაგრძელდა წესით ვირუსული ანთების დროს არის 1-2 დღე და მე აღარ არის როგორც წესი. ანუ იმ მწვავე ანთების დროს, რომელზედაც თქვენ საუბრობდით. თუ გძნობთ, რომ აი შემცივნება და უშუალოდ გაგვიხართ ტკივილი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველიც არის, არც ისე იშვიათად. ეს იმასთან არის კავშირში, რომ ამ სასუნთქი გზების ლორწოვანი არის ძალიან თხელი. აი კანისგან განსხვავებით, სასუნთქი გზების ლორწოვანი, იგივე ეპითელიუმი, ეს არის ძალიან თხელი, დაწყებული ცხვირი და ეს ცხვირში საკმარისია ოდნავ დავიზიანოთ, რომ სისხლდენა გვექნება ცხვირიდან, კანი რაც არ უნდა მოვიხაჭნოთ, არ გვექნება სისხლდენა. და რაც უფრო დაბლა, რაც უფრო ღრმად მიდის სასუნთქი გზები, აი თქვენ ახსენეთ, ტრაქეა, ბრონქები, ბრონქიოლები და ამ შემდეგ, უფრო და უფრო თხელდება ეს გარსი, ეპითელური გარსი, ანუ კედელი სასუნთქი გზების და სისხლიანი ყველა ანთებების დროს შეიძლება. ეხლა მე როგორც იცით, როგორც თქვენ ახსენეთ, მე ვარ ინტერვენციული პულმონოლოგი და ხშირად მიწევს ბრონხოსკოპის პრაქტიკულად ყოველ დღე და მე ჩემი თვალით აი ამ პერიოდში ნანახი მე თვალით ხედავ რა მდგომარეობაშია ტრაქეის ლორწოვანი და ბრონხების ლორწოვანი როგორ ჩდება ზედფუფხები აი სისხლთა ხშირი შემთხვევა იყო რომ ეს არ არის მაინც და მაინც მიზანშეწონილი მწვავე ბრონხიტის ან მწვავე ვირუსული ანთების დროს ბრონხოსკოპიის გაკეთება მე ამას არ ვუძახი მაგრამ პაციენტებმა რომელმაც მომართეს სისხლიანი ხველის გამო და ზოგ შემთხვევაში სისხლდენის გამოც იქ უბრალოდ აღმოჩნდა რომ იყო უბრალოდ ანთება ტრაქეისა და ბრონხების ლორწოვანის და არაფერი განსაკუთრებული დიაგნოზი თუმცა ადამიანს ბუნებრივია ახლა სისხლიანი ნახველი როცა აქვს სისხლიანი ხველა პირველ რიგში ფიქრობს ყველაზე ცუდზე და იქ იმ საჭირდება დიფერენცირება რა თქმა უნდა მე არ ვიძახი იმას რომ საერთოდ უგულებელყოთ და ვიჯდეთ და არ მივაქციოთ ყურადღება თუ ჩვენი კლინიკა გვაქვს თუმცა მეორეს მხრივ შესაძლებელია რა თქმა უნდა განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება როგორც ახსენეთ ასთმა, ფქოდი, ბრონქოექტაზია და ასე შემდეგ იმ პაციენტებს რა თქმა უნდა მე ვურჩევდი რომ მაინც გადაიქონდროს ხაი ამ თემას ჩვენ დაუბრუნდეთ უფრო დეტალურად ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში და ადამიანები ვისაც აქვთ გარკვეული რისკი ჩვენ გვაქვს მოკლე ვიდეო რჩევა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი თუ გაციება, ანუ რესპირაციული ვირუსული ინფექცია გაგიხანგძლივდათ, არ გამოგჩეთ. ალერგიული სურდოს ნიშნები: ცხვირის გაჭედა, წყლიანი გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუპება. მიაქციეთ ყურადღება თუ გაქვთ სკლერების სიწითლე, ქუთუთოების ქავილი, ცრემლდენა. არ დაკარგოთ დრო თუ შენიშნეთ. ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი. ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების შეშუპება, ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა, სტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა, სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდეგ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებთ საუბარს და მე მაქვს დავალება მაყურებლისგან რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ პირდაპირ ეთერშიც გისვამთ თქვენ მაყურებელი შეკითხვას. დილა მშვიდობისა, გისმენთ? მშვიდობის. გილოცავთ ქრისტესობას და ახალ წელს. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით. მადლობთ თქვენს. კორონავირუსი მაქვს გადატანილი რამდენჯერმე ამ წლების განმავლობაში და ეს ბოლო რამდენიმე თვის წინ ცოტა მსუბუქად მაქვს გადატანილი, თუმცა სუნთქვის პრობლემა მაქვს, ანუ ერთი ნესტოდან ვსუნთქავ. მეორედან აი თითქმის არ ვსუნთქავ ხოლმე, აი მიჭირს ძალიან სუნთქვა. არ ვიცი რამდენად თქვენი სტუმრის მიმართ სწორად არის დასმული. კი ბატონო. უბრალოდ მაინტერესებს, ანუ რითი შეიძლება ან რითი არის გამოწვეული. არ გაგიშოთ, მე მაქვს შეკითხვა თქვენთან, თუ ბატონ დავითსაც ექნება შეკითხვა შეგვიძლია დავსვათ, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გკითხოთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება პასუხის მოსასმენად. თქვენ ეს პრობლემა გაგიჩნდათ ვირუსის გადატანის შემდეგ, მას უკავშირებთ, რომ ვეღარ სუნთქავთ და გქონდათ თუ არა
უკაცრავად ყელყურცხვირის ექიმთან კონსულტაცია, იმიტომ რომ როდესაც თქვათ ვერ სუნთქავთ ცხვირით, უნდა შეფასდეს ცხვირთან დაკავშირებული, ანუ სუნთქვასთან დაკავშირებული პროცესი და ეს გააკეთეთ უკვე? არ ვარ მისული, ფილტოზე მაქვს გადაღებული და არ იყო რამე ისეთი. კი ბატონო. გასაგებია. მადლობა შეკითხვისთვის. ბატონო დავით, დარწმუნებული ვარ ეს კითხვა თქვენს გაგიჩნდებოდათ, ანუ მანამდეც შეიძლება კონდეს ადამიანს, ხო, ვირუსის გადატანამდე შეიძლება კონდეს ასეთი სირთულე, მაგალითად, ძგიდის პრობლემების გამო, როდესაც ცალი ნესტოთი თავისუფლად სუნთქავს, მეორე მხრივ დაბრკოლება აქვს, თუმცა, როგორც ჩვენმა მაყურებელმა აღნიშნა, ვირუსის გადატანის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ გაჩნდა და ყელყურცხვირის ექიმთან არ გაუვლია კონსულტაცია. ხო, რა თქმა უნდა, ეხა ის კლინიკა, ის ჩივილები, რაღაც ქალბატონი აღნიშნა, ცალსახად უნდა მიმართოს ყელყურცხვირის ექიმს სალინესტოდან გართულებული სუნთქვა, ცალსახად ეს უნდა. ჩვენთან არ არის ეს კითხვა. დიახ. ყოველ შემთხვევაში, პირველ რიგში, ანუ სხვაში ძალიან ნიშანდობლივია, ბევრი პაციენტი, ვინც მომმართავს, როგორც წესი რატომღაც პირველი ეშინიათ ხოლმე არ იყოს ფილტვებში რაიმე პრობლემა და მე ურჩევდი ისეთი ჩივილები როცა აქვთ ცხვირიდან გამონადენი ჭარბი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, მაინც ყოველთვის იწყება სასუნთქი გზები იწყება ზედა სასუნთქი გზებიდან და ყავს მშვენიერი გადასარევი ყელყურცხვირის სპეციალისტები რომელთაც უნდა მიმართონ პირველ რიგში და როცა იქ გამოირიცხება რაიმე პრობლემა, ამიტომ ჩვენ ძალიან ესეთი ახლო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ და ლორ სპეციალისტებს. ერთ გზაზე დგა ერთ გზაზე ხო ერთ სასუნთქს. ანუ ერთი იწყება და მეორე გრძელდება რეალურად ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაქვთ და ანატომიურადაც მეზობლობა. რაც შეეხება თქვენს ინტერესს ჩვენ ამ დღეებში ოტორინოლარინგოლოგიც გვეყოლება გადაცემაში სტუმრად და რასაკვირველია თქვენ მე დარწმუნებული ვარ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას თუ ასეთი კითხვა ისევ გექნებათ. რაც შეეხება მაყურებელთა დანარჩენ ნაწილს ძალიან ბევრი კითხვა იყო ბრონქიტთან დაკავშირებული და მე დავაჯგუფებ ბატონ დავით. კითხვა რომელიც უკავშირდება სწორედ ხველას და ბრონქიტს, რამდენად აუცილებელია რომ ბრონქიტის დროს იყოს ხველა. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბრონქიტის დიაგნოზი და ამ დროს არ ჰქონდეს ხველა, იმიტომ რომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა შემომჩივლა რომ მას შემდეგ რაც ექიმთან მოხვდა, აღმოჩნდა რომ ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს, არადა შემაწუხებელი ხველა საერთოდ არ ქონია და ზოგიერთი თვლის რომ არც კი ახველებდა. რამდენად შესაძლებელია და არის თუ არა ყველა ხველის შემთხვევაში სავარაუდო დიაგნოზი ბრონქიტი, ანუ პირიქით მდგომარეობა. ხო, რა თქმა უნდა, ხველის მიზეზი არ არის მხოლოდ ბრონქიტი, თუმცა თუ ვიძახით ესე წვავე ბრონქიტს, მთავარი სიმპტომია ხველა, რომელიც არის ყველაზე მეტად გამოხატული კლინიკური სიმპტომი, თუმცა ხველა შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ახსენე ზედა სასუნთქი გზების პრობლემებით, პირველ რიგში სტატისტიკურად თუ ავიღებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო აი ქალბატონ ელზას როგორც ახსენა ეს რეფლუქსი, გულძმარვა, აი როცა მოუწესრიგებელი კუჭნაწლავის სისტემა გვაქვს ნავალკენჭოვანი რაღაც პრობლემები, ძალიან ხშირია ხველა, ქრონიკულიც, სანამ არ მოგვარდება ეს პრობლემა. ასე რომ ყოველთვის ბრონქები და სასუნთქის სისტემა, ქვედა სასუნთქის სისტემა არ არის მიზეზი, რა თქმა უნდა, თუმცა ისე ვიმეორებ, ის მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი რომ დავსვათ, პრინციპში კლინიკური დიაგნოზი ისმება მწვავე ბრონქიტის და ისმება სწორედ აი ამ სიმპტომების ხარჯზე, როცა არის ხველა შემაწუხებელი, უფრო ხშირად მშრალი თუ იქ ნახველით როგორც ახსენეთ თუ ნახველი გაჩნდება შეფერილი გვაქვს უკვე ბაქტერიულ ბრონქიტთან კავშირი და ქრონიკული ბრონქიტი მე მინდა გავმიჯნო ძალიან დიდი განსხვავება მწვავე და ქრონიკულ ბრონხიტ შორის. აი კითხვაც აქვს მაყურებელს რა კითხვენ დაიწყეთ უკაცრავად ჩაგერთოთ, მაგრამ რით უშუალოდ ქრონიკულ ბრონქიტსო რა არისო ეს საერთოდ რატომ შეიძლება ადამიანს დაემართოსო და რით უშუალოდო? ამიტომ ზუსტად მივედით ქრონიკულ ბრონქიტთან. აი ხა მწვავე ბრონქიტი არა, ეს არის თვით განკურნებადი, როგორც თქვით, რამოდენიმე კვირა გაგრძელდება და როცა
ესე იგი გამომწვევი მიზეზი აღარ არის, აი ვირუსმა თავისი ცხოველმოქმედება მოიხადა, მოკვდა და აღარ არის ყველაც და ბრონხიტიც ხრება. ქრონიკული ბრონხიტის შემთხვევაში ჩვენ მიზეზი მუდმივად გვაქვს. განსაკუთრებით ჩვენ ვიცით, ქრონიკული ბრონხიტის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მწვეველობა. როცა ასე იგი ის პიროვნება, ვინც არის მწვეველი, მუდმივად ეწევა, მუდმივად არის მიზეზი, რომლითაც ჩვენ ვაღიზიანებთ და ზემოქმედებთ ჩვენს ბრონხების ლორწოვანზე. ის რომ ვახველებთ, ის რომ ლორწოს გამოვყოფთ, ეს ორგანიზმის დაცვითი მექანიზმია. ცუდი კი არ არის არაფერი ამაში. როგორც ვთქვით, ჩვენ მობილიზებას უკეთებთ წვავი ბრონხიტის დროს ორგანიზმი ამ თავის ჯარს, ასევე მუდმივად გარე რაღაც მავნე გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორც არის მწვეველობა, დაუშვათ სამუშაო პირობები, ეს ძალიან ხშირია, რომ მტრიან გარემოში რაღაც ქიმიკატებთან შეხებაში, გამონაბოლქვი, ღია-ცეცხლთან. ეს ყველაფერი, რაც მავნე ზემოქმედებას ახდენს, ჩვენი ორგანიზმი ცდილობს რომ მოიცილოს და მუდმივად ეს ლორწოს ჭარბი წარმოყოფა. სწორედ მაგ მიზანს ემსახურება, რომ მოიცილოს ეს მავნე აგენტები ორგანიზმიდან. და სხვა შორის, აი, რა თქმა უნდა, და ამიტომ ყალიბდება მერე უკვე ქრონიკული ბრონხიტი, ეს არის დაახლოებით 2 თვის მანძილზე, 3 თვის მანძილზე თუ მუდმივად ახველებს ადამიანი და ეს გრძელდება 2 წელი, ჩვენ შეგვიძლია ესეთ დაუშვათ შეფასებითი დიაგნოსტიკური პატერნია დაუშვათ, რომ თუ პაციენტი, თუ ადამიანი ახველებს ზედიზედ 2 წელი და წლის განმავლობაში მინიმუმ 3 თვე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს ქრონიკული ბრონქიტი ყოველგვარი დამატებითი კვლევების გარეშე. და ძალიან საინტერესოა ეს ქრონიკული ბრონხიტი, რომელიც წლების მერე სულ ხდება ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე კონდიცია ადამიანისთვის, საკმაოდ შემაწუხებელიც და ჟანგბადის მიმოცვლის, რა თქმა უნდა, იქ უკვე ჟანგბადის მიმოცვლა ირღვევა, იქ საჭიროებს ჟანგბადს და ასე შემდეგ. ესეთი პაციენტები უკვე საკმაოდ ძლიერ და ასეთ რთულ მართვას საჭიროებენ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით საკმაოდ ძლიერი პაციენტები არიან, ვინც საჭიროებს ჟანგბადს და ასე შემდეგ და სხვა შორის აი იმდენად მწვავე პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ჩვენ გვაქვს ახლა ამერიკელებთან ერთად კვლევები არამედიკამენტოზური მკურნალობის აი ესეთი მძიმე ფქოდის, როცა ხდება მექანიკური ზემოქმედება ბრონხების ლორწოვანზე, ნერვულ სისტემაზე, რომ სწორედ აი ეს მექანიზმი მოიშალოს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე სხვადასხვა ზემოქმედება ხდება, ეს უკვე ენდოსკოპიური, რომ გამოყოფა ლორწოსი შემცირდეს და აი ეს ბრონხოკონსტრიქცია, ანუ რაც იწვევს ხო პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც იწვევს ბრონხის შეკუმშვას და ამ ლორწოს გამოყოფას შემცირდეს. აი იმდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. ვიდრე დავასრულებთ ჩვენს საუბარს, ბატონ დავით, თქვენ წეგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბრძანეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობიდან და თქვენი სპეციალიზაციიდან გამომდინარე, თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია ბრონქების დათვალიერება. ძალიან უტრირებულად, მარტივად ვამბობ, მაგრამ ეს ფაქტი ასეა და თუ ჩვენ საუბრობთ დათვალიერებაზე, ეს არ არის უბრალოდ ასე დათვალიერება დათვალიერებისთვის, ეს არის იმისთვის, რომ შევაფასოთ მდგომარეობა, დასვათ დიაგნოზი და ზოგიერთ შემთხვევაში ჩაერიოთ. ხაზგასმით ბრძანეთ, რომ თუ ადამიანს აქვს ვირუსული ინფექცია, აი ახლა, ვისაც გრიპი აქვს, შეიძლება ძალიან შემაწუხებელია ხველა. და აღელვებს რა ხდება მის ბრონხებში. ზოგიერთი ამბობს კიდეც, ერთ-ერთმა მაყურებელმა მითხრა, რომ ამ გრიპის ფონზე თითქოს მითუხთუხებს ბრონქებიო. მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ეს მდგომარეობა სულაც არ არის იმის წინაპირობა, რომ ამ ადამიანს დაუთვალიეროთ ბრონქები, იმიტომ რომ ეს არის კლინიკური სურათის ნაწილი. როდის ათვალიერებთ ბრონქებს, როდის იღებთ გადაწყვეტილებას და რა შემთხვევაში არის საჭირო ხოლმე უკვე სამკურნალო დანიშნულებით გამოვიყენოთ ეს პროცედურა? ხო, ნუ უპირველეს ყოვლისა, ეს უნიკალური საშუალება გვაქვს ექიმებს, რომ ბუნებრივი გზებით შევახციოთ, ესე იგი, ადამიანის ორგანიზმის ცენტრში პრაქტიკულად
ბრონხოსკოპიის დროს ჩვენ მივდივართ იმ ადგილას, სადაც არის გული, არტერიები, სხვა ეს ყველაფერი კარგად ჩანს, არა მარტო ასე ვთქვათ ენდოსკოპიურად, არამედ ეხლა არის იმის საშუალება, რომ ეკოსკოპიურად, ულტრაბგერით ვათვალიერებთ იმ ბრონხის მიღმა ფილტვის არტერიასაც, ლიმფურ კვანძებს, აორტას, ღვიძლსაც. ანუ ძალიან კარგი დიაგნოსტიკური რესურსია. მიდგომა არის, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად არსებობს ადგილი, საიდანაც დავუშვათ დიაგნოსტიკური, ჯერ ესეთი შეფასდეს ვიზუალურად და შემდგომ დიაგნოსტიკური მიზნით მიღებული იყოს, მაგრამ ეს რაც ეხება დიაგნოსტიკას. ხოლო სამკურნალო მიზნით, როგორც გითხარით, მწვავე ბრონხიტების და ესეთ გრიპის დროს, რა თქმა უნდა, მე არა ვარ მომხრე და არც საჭიროებს ჟელე პირიქით უფრო ვაზარავ, თუმცა ქრონიკული ბრონქიტების დროს, როცა ეს ჭარბი სეკრეტი გროვდება, რომელიც თავის მხრივ ქმნის დამატებით პრობლემას, იმიტომ რომ ახშობს იმ ტოტე, აი თქვენ როგორც კარგად აჩვენეთ ეს ბრონქიალური ხე, რომელიც იყოფა 27 რიგის, აი ჩვეულებრივად ხე ნორმალური ზად 3-4 ტოტის იქით აღარ არის და ადამიანში ეს მიდის 27-28 ტოტამდე. ეს არის ძალიან უკვე წვრილი ბრონქიოლები და რომელიც ივსება აი ამ სქელი წებოვანი სეკრეტით და დამატებით ქმნის სასუთ ზედაპირს ამცირებს, აი ესეთ დროს სწორედ ძალიან კარგია ასე მექანიკურად გამორეცხვა, სანაციური ბრონხოსკოპია ქვია ამას, ეს საცობები რომ მოცილდეს და ეს ამის ხშირი პრაქტიკაა და საკმაოდ ეფექტური და კარგი შედეგები აქვს. რეალურად ჩვენ ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაშიც ვისაუბრეთ ბრონქოსკოპიის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობაზე. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა რომ მოგვიცით საშუალება მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განგვემარტა რა არის ბრონქიტი, რომ მწვავე ბრონქიტის დროს სულაც არ არის აუცილებელი ასე ღელვა და ნერვიულობა, თქვენ რამდენჯერმე გაიმეორეთ და მეც ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ბრონქიტთან, მწვავე ბრონქიტთან მიმართებაში თქვენ გამოიყენეთ თვითლიმიტირებადი, ანუ თვითგანკურნებადი მდგომარეობა, თუმცა ქრონიკული ბრონქიტის შემთხვევაში უნდა ყურადღებით ვიყოთ, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში სასუნთქი გზების ინფექციებმა დამატებითი პრობლემები არ შექმნათ, ისევე როგორც სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების დროს. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში თქვენი თხოვნით უპასუხეთ ძალიან ბევრ კითხვას და ამ კითხვას უპასუხა ჩვენი გადაცემის სტუმარმა, რომელიც გახლავთ ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი დავით ჭყონია. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და ვაგრძელებთ ტრადიციული კვებით შუქნიშნით.